მოგესალმებით მეგობრებო. ვაგრძელებ 2025 წელს წაკითხული წიგნების შეჯამებას. თუ ჩემი წინა ვიდეო არ გინახავთ, აუცილებლად გადადით ჩემს გვერდზე და ნახეთ პირველი ნაწილი, სადაც განვიხილეთ 20 წიგნი და გადავანაწილეთ 4 სხვადასხვა კატეგორიაში. იგივე პრინციპით გავაგრძელებ ამ შეჯამებასაც და განვიხილავ მომდევნო 20 წიგნს. ალბათ შეამჩნევდით, რომ მაქსიმალურად ვერიდებით თქვენს დასპოილერებას და ვცდილობ, რომ თან დაგაინტერესოთ წიგნით, მაგრამ თან ზედმეტი არაფერი არ წამომწდეს. ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ მე თვითონ, როდესაც ვინმე რამეზე მასპოილერებს ცეცხლი მეკიდება მეგობრებო. ამიტომ თუ თქვენს ჩემნაირი ხართ, მოკლედ თქვენს გრძნობებს ვუფრთხილდები. მაგრამ თუ გინდათ რომ რომელიმე წიგნი უფრო დეტალურად განვიხილოთ, აუცილებლად დამიწერეთ კომენტარებში. ახლა კი დროა დავიწყოთ. კოლინ ჰუვერის ვერიტი. ეს არის კოლინ ჰუვერის ყველაზე კარგი წიგნი, რაც წამიკითხავს. სიუჟეტი მიუყვება მწერალ ქალ ლოუენს, რომელსაც აქვს ძალიან დიდი ფინანსური პრობლემები. სწორედ ამ დროს მის ცხოვრებაში ჩნდება ჯერემი. ჯერემის ცოლი, ვერიტი, არის მსოფლიოში სახელგანთქმული ბესტსელერის ავტორი. ჯერემის ასეთი შეთავაზება აქვს ლოუენთან. მან უნდა დაასრულოს ვერიტის მიერ დაწყებული წიგნების სერია. ამის მიზეზი ის არის, რომ ვერიტი მძიმე ტრაუმის შემდეგ ფიზიკურად ვეღარ აგრძელებს წერას. ლოუენი, რა თქმა უნდა, დათანხმდება ამ წინადადებას და გადადის მათთან სახლში, რომ გაეცნოს ვერიტის ჩანაწერებს. თუმცა, ლოუენი აქ აღმოაჩენს ვერიტის დღიურს, სადაც წაიკითხავს მის შემზარავ ბიოგრაფიას. ამ წიგნის კითხვის დროს ოთახში ვანთებდი სინათლეს, იმიტომ რომ ეშინოდა და მეგონა რომ ვიღაც მიყურებდა. ამ წიგნს რა თქმა უნდა ვუწევ რეკომენდაციას, ძალიან კარგი წასაკითხი იყო, მე მგონი 1-2 დღეში დავასრულე, ძალიან ჩამithრია. ამ წიგნით დაიწყო ჩემი მოგზაურობა თრილერის ჟანრში. შემდეგი წიგნი არის მელ რობინსის Let Them Theory. მელ რობინსი წინა ვიდეოშიც ვახსენე, ის არის ძალიან ცნობილი სპიკერი და პირადი განვითარების ექსპერტი. ასევე მას აქვს თავისი პოდკასტიც და შეგიძლიათ გაეცნოთ, ძალიან საინტერესო თემებზე საუბრობს. რაც შეეხება ამ წიგნს, აქ მელ რობინსი გვასწავლის, თუ როგორ არ უნდა მოახდინოს სხვების ქცევამ გავლენა თქვენს ემოციებზე. წარმოიდგინეთ, რომ მეგობრებმა სადმე არ დაგპატიჟეს, ან ვიღაცამ რაღაც ცუდად გითხრათ, გაგაკრიტიკათ. მელ რობინსის თეორია არის შემდეგი. მიეცით მათ ნება გააკეთონ და თქვენ ის რაც უნდათ. ოღონდ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვნებდებით და ამ ყველაფერს ვიღებთ. ჩვენ უბრალოდ ვიცავთ საკუთარ თავს იმისგან, რომ არ ავნერვიულდეთ ზედმეტად და არ გამოვიწვიოთ შფოთვა. და აქ არის უკვე მეორე ნაწილი, რომ მე როგორ ვიქცევი ამის შემდეგ. ანუ მიღირს პირობითად ამ ადამიანებთან ურთიერთობის გაგრძელება, არ მიღირს, თუ მინდა რომ გავაგრძელო, რა ნაბიჯები უნდა გადავდგა და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი კარგი მაგალითი აქვს ცხოვრებისეული მელ-რობინსის მოყვანილი ამ წიგნში, რაც უფრო კარგად დაგანახებთ რეალურად ამ თეორიის მნიშვნელობას. ანუ თუ გინდათ რომ სხვებმა თქვენზე გავლენა ვერ მოახდინონ და არ აგაღელოთ და არ განერვიულოთ და მაქსიმალურად ჩაეხსნათ ემოციურად მსგავს პროცესებს, აუცილებლად წაიკითხეთ ეს წიგნი. ეს არის ტოპ წიგნი, უდაოდ, ყველას გირჩევთ, მე თვითონაც აუცილებლად ვაპირებ, რომ კიდევ მიუბრუნდე და ძალიან მიხარია, რომ ქართულ ენაზეც ითარგმნა ეს წიგნი, ნება მიეცი მათ, შეგიძლიათ ასე მოძებნოთ და წაიკითხოთ. შემდეგი წიგნი არის ფრედერიკ ბაკმანის კაცი სახელად უვე. ეს წიგნი არის ასაკოვან კაცზე, რომელიც გამოირჩევა თავისი ბუზღუნით, იმით, რომ ადამიანებთან კომუნიკაცია არ უყვარს და მოკლედ არავიზე არ ტოვებს კარგ შთაბეჭდილებას. ყველაფერი იცვლება მას შემდეგ, რაც მეზობლად გადმოდის ახალგაზრდა ოჯახი, რომელიც უახლოვდება უვეს. ნელ-ნელა უკეთესად ვიცნობთ უვეს, ვეცნობით მისი ახალგაზრდობის და მისი სიყვარულის ისტორიას და ვხედავთ, ვინ დგას სინამდვილეში ამ ბუზღუნა კაცის უკან. ფრედერიკ ბაკმანი ძალიან კარგად წერს, ძალიან მომწონს მისი წიგნები და როგორც მშფოთვარე ადამიანები, ეს წიგნიც იყო ძალიან კეთილი, ძალიან ადამიანური და გულისამაჩუყებელი. ძალიან ემოციური იყო ეს წიგნი, ახლაც რომ ახსენდება. ეს არის ტოპ წიგნი. ძალიან კარგი წასაკითხი, აი თუ მოგენატრათ ესეთი მართლა გულწრფელი ადამიანური ურთიერთობები, აუცილებლად წაიკითხეთ. ასევე ნახე ეკრანიზაციაც, აქ უბრალოდ სათაურია შეცვლილი, კაცის სახელად ოტო ქვია ეკრანიზაციას. ტომ ჰენქსი თამაშობდა უვეს როლს. ძალიან კარგი ნამუშევარი იყო, მაგრამ წიგნი ბევრად ემოციურია, ამიტომ აუცილებლად გირჩევთ, რომ ჯერ წიგნი წაიკითხოთ და შემდეგ ნახოთ ეკრანიზაცია. შემდეგი წიგნი არის ლიზა ჯოელის Then She Was Gone. სიუჟეტი მიუყვება ქალს, რომლის 15 წლის ქალიშვილიც მოულოდნელად გაუჩინარდება. 10 წლის შემდეგ ის კაფეში გაიცნობს მამაკაცს, რომელიც ძალიან მოეწონება და რაღაც პერიოდის შემდეგ მიდის ამ კაცთან სახლში სტუმრად და აღმოაჩენს, რომ ამ კაცის შვილი უზომოდ გავს მის გაუჩინარებულ ქალიშვილს. I know.
მოკლედ, თრილერის ჟანრი გრძელდება, როგორც ვახსენეთ, ძალიან დამაინტერესა ამ ჟანრმა. დიდი ინტრიგა შემოიტანა ამ დასაწყისმა, რა თქმა უნდა, და ძალიან დამაინტერესა. როგორ გული მწყდება, როცა ასეთი კარგი დასაწყისი აქვს წიგნს, მაგრამ ვერ აგრძელებენ და ასრულებენ ისე, როგორც მინდა. რაც შემიძლია ვთქვა ამ წიგნზე არის ის, რომ არის უმარტივესი წასაკითხი და საინტერესო იყო თავიდან, მაგრამ დასასრული არ მომეწონა. ანუ როცა თრილერს ვკითხულობ, რა თქმა უნდა მჭირდება, რომ მაქსიმალურად ლოგიკურად იყოს ახსნილი ყველაფერი და ამ წიგნში ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი დამრჩა. ეს წიგნი იქნება კატეგორიაში შეიძლება. რაღაც საინტერესო მაინც არის ამ მთლიან ისტორიაში და შეიძლება წაკითხვა. შემდეგი წიგნი არის ელენა არმასის The Spanish Love Deception. სიუჟეტი მიუყვება კატალინას, რომელიც მიდის ესპანეთში თავისი დის ქორწილში, სადაც იქნება მისი ყოფილი საქმროც. კატალინას ძალიან უნდა, რომ მარტო არ წავიდეს ამ ქორწილში და ამიტომ ეძებს ადამიანს, რომელიც თავს გაასაღებს მის შეყვარებულად. მასთან ერთად მუშაობს აარონი, რომელთანაც კატალინას აქვს ძალიან ტოქსიკური და ძალიან ცუდი ურთიერთობა და რაღაცნაირად ისე დაალაგდება სიტუაცია, რომ საბოლოოდ აარონი მიყვება კატალინას მისი დის ქორწილში. The Wedding Date თუ გაქვთ რა ნახე ფილმი, ეგრევე ეგ წარმომიდგა თვალწინ, როგორც კი ეს სიუჟეტი წავიკითხე. თუმცა აქ სხვანაირად ვითარდება სიტუაცია. ძალიან მსუბუქი, მარტივი, გასართობი წიგნია, ალბათ სიუჟეტიდან მიხვდებოდით, რისი მოლოდინიც უნდა გქონდეთ, ამიტომ კი, ვუწევ რეკომენდაციას ამ წიგნს გაერთობით. ახლა კი მივადექით სარა ჯეი მაასის აკოტარს. A Court of Thorns and Roses, ეს არის წიგნების სერია, რომელიც მოიცავს 5 წიგნს. სხვადასხვა დროს წავიკითხე რეალურად ეს წიგნები, მაგრამ მინდა რომ ერთიანად შევაჯამო. ეს არის რომანტეზის ჟანრში დაწერილი წიგნი, რომანსი და ფენტეზი არის გაერთიანებული და ეს ჟანრი არის დღეს ალბათ ყველაზე პოპულარული. პირველი წიგნის სიუჟეტი მიუყვება გოგოს, ფეირას, რომლის ოჯახი არის ძალიან დიდ გაჭირვებაში, მათ არ აქვთ არც ფული, არც საჭმელი და მოკლედ ფეირა არის ერთადერთი, ვისაც შეუძლია რომ ინადიროს და მიდის ტყეში, სადაც შემთხვევით კლავს მგელს. ეს მგელი აღმოჩნდება ფეების სამყაროდან და ცოტა ხანში მას სახლში მიაკითხავს ურჩხული, რომელიც ეუბნება, რომ ახლა მან საფასური უნდა გადაიხადოს ფეის მკვლელობისთვის და მიყავს თავის სასახლეში. თან ეს ურჩხული აღმოჩნდება შემდეგ ძალიან მიმზიდველი ქერათმიანი ფეი. Beauty and the Beast. სპოილერების გარეშე რომ მიყვე, ეს არის სიუჟეტი. თვითონ სამყარო საინტერესოა, მაგრამ დიდად პერსონაჟებზე არ გავგიჟდი და არც სიუჟეტზე. ამიტომ ამ წიგნს გადავიტან კატეგორიაში შეიძლება. მეორე წიგნი ბევრად კარგი იყო ვიდრე პირველი. აქ უფრო კარგად ვეცნობით ერთ ყველაზე საყვარელ პერსონაჟს, Vicents. ისე წაკითხული გაქვთ კი იცით რაზეც ვსაუბრობ. და ძალიან საინტერესო ურთიერთობა უყალიბდებათ მას და ფეირას. კარგი წასაკითხი იყო, სიუჟეტურადაც ბევრად უფრო საინტერესო იყო ვიდრე პირველი და ამ წიგნს გადავანაწილებ კატეგორიაში. კი, მესამე წიგნი იყო ყველაზე ასე ვთქვათ მასშტაბური, ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები სწორედ ამ წიგნში ხდება. ძალიან ისეთი დაძაბული იყო, ბევრი რამ იყო ჩახლართული და ძალიან მაინტერესებდა როგორ განვითარდებოდა მოვლენები და კი, ძალიან მომეწონა ეს ნაწილი. მესამე წიგნი ყველაზე მეტად მომეწონა ამ სერიაში, ამიტომ რა თქმა უნდა გადავა კი კატეგორიაში. მეოთხე წიგნი. ხო, ამ წიგნში არაფერი არ მოხდა. საერთოდ არაფერი არ მოხდა. პატარა წიგნი იყო მოცულობით, მაგრამ არანაირი არაფერი. შესაბამისად ეს წიგნი გადავა კატეგორიაში არა. იმიტომ რომ არ ვიცი რა შევაფასებ ფიზიკურად. და მეხუთე წიგნი, ყველაზე დიდი წიგნი ამ სერიაში დაახლოებით 800 გვერდი იყო. 800 გვერდი ცოტა არ არის. იმ ტანჯვისთვის, რაც მე გამოვიარე. მარცხა ერთი სული მქონდა, როდის დამთავრდებოდა, ანუ უბრალოდ მინდოდა რომ დამთავრებულიყო. მად მივხვდი, რომ ეგ სამყარო ჩემთვის ამოიწურა სრულიად. თუმცა არის სხვათა შორის ხალხის კატეგორია, რომელსაც ეს წიგნი ყველაზე მეტად მოეწონა. არ ვიცი. ჩემთვის ეს წიგნიც გადადის კატეგორიაში არა. რომ შევაჯამო, ალბათ მთლიანად რომ მკითხოთ, საწავიღებდი ამ სერიას, იქნებოდა კატეგორია შეიძლება. ძალიან დიდი ამბავი ატეხელი რეალურად ამ სერიაზე და ძალიან ბევრი გულშემატკივარი ყავს ამ ავტორს. ჩემთვის ცოტა გადაჭარბებულია ეს ემოციები, იმიტომ რომ სამყარო ისეთიც არ არის და ვერ შევადარებ აი ფენტეზის სხვა წიგნებს, რომლებიც მე მიყვარს და პერსონაჟებზე ისეთი შთაბეჭდილება რჩებოდა, რომ თითქოს ავტორი მაქსიმალურად ცდილობდა, რომ მე მომწონებოდა ეს პერსონაჟები და აი მაგან ცოტა
გამახიზიანა. რაც იყო ძალიან კარგი, მეგობრებო, ეს იყო აუდიო წიგნი. ეს არ იყო ისეთი აუდიო, რომელსაც მხოლოდ ერთი ადამიანი ახმოვანებს და შვიდად კითხულობს წიგნს. გარდა იმისა, რომ სხვადასხვა მსახიობი ახმოვანებდა და ემოციებს და ყველაფერს ძალიან კარგად გადმოსცემდნენ, იყო დამატებული სხვადასხვა, იქ თქვათ, ბუხრის ხმა თუ იყო საჭირო, წვიმა, მუსიკა თუ ისმოდა გარშემო, ხალხის საუბარი და ასე შემდეგ და ანუ მთლიანად შეყავდი ამ სამყაროში. მაგას მართლა გავუწევ რეკომენდაციას, ანუ მე თან ვკითხულობდი და თან ვუსმენდი და ეს იყო უნიკალური გამოცდილება, ძალიან ვისიამოვნე. შემდეგი წიგნი არის აგატა კრისტის როჯერ ეკროიდის მკვლელობა. სიუჟეტი ვითარდება სოფელში, სადაც მოულოდნელად გარდაიცვლება ერთ-ერთი მაცხოვრებელი ქალი და საკმაოდ ბევრი კითხვის ნიშანია მისი სიკვდილის გარშემო, იმიტომ რომ არ იციან ეს მკვლელობა იყო თუ თვითმკვლელობა და ძალიან მალევე კლავენ ასევე ამ სოფელში მცხოვრებ მდიდარ როჯერ ეკროიდს, რომელსაც ჰქონდა რომანი ამ გარდაცვლილ ქალთან. მოკლედ დავიწყე კითხვა, ესე ძალიან მშვიდად მივყვებოდი, ყველაფერი გავშიფრე. ვიცოდი ვინც იყო დამნაშავე და რა თქმა უნდა როგორც აგატა კრისტის ჩვევია ეს ჩემი თეორიები არ გამართლდა. ანუ ცოტა უკმაყოფილოს კი ვიყავი, იმდენად შვიდად ვკითხულობდი, რომ მეთქი ანუ რატო გავიგე ეს ამალი ყველაფერი და რატო მივხვდი. მაგრამ რა თქმა უნდა ბოლოს ისე ამოტრიალდა ყველაფერი, რომ უბრალოდ შოკირებული დავრჩი. კი, რა თქმა უნდა, რეკომენდაცია ჩემგან ამ წიგნს. Colin Hoover's Regretting You. ეს წიგნი არის დედაშვილზე და მათ ურთიერთობაზე. დასაწყისში ვიგებთ დედის ისტორიას, მისი თინეიჯერობის შესახებ, მისი ურთიერთობების შესახებ და შემდეგ უკვე გადმოვდივართ მის 16 წლის ქალიშვილთან. ძალიან მალევე ტრაგედია დატრიალდება ამ ოჯახში, რასაც ვერ მოვყვები რომ არ დაგასპოილეროთ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია და ეს დედაშვილი იგებს შოკის მომგვრელ სიმართლეს მათი ოჯახის შესახებ. ეკრანიზაცია გამოვიდა ამ წიგნის წინა წელს და მინდოდა რომ მომესრო წამოკითხა სანამ ნახავდი, მაგრამ ჯერ კიდევ არ მინახავს. ალბათ იმიტომ რომ ეს წიგნი ძალიან არ მომეწონა. ანუ თვითონ ეს ტრაგედია და ის საიდუმლო რაც ძალიან მალევე ირკვევა წიგნში, საინტერესო იყო, მაგრამ შემდეგ უკვე როგორც განვითარდა და რაც ხდებოდა, მანდ უკვე ჩემთვის საინტერესო არაფერი არ იყო. ამიტომ ეს წიგნი გადავა კატეგორიაში არა. ფრიდა მაკფადენის Housemaid. ისევ თრილერის ჟანრს ვუბრუნდებით. აქ უკვე სიუჟეტი მიუყვება მილის, რომელიც ცდილობს რომ იპოვოს სამსახური, არ აქვს არანაირი შემოსავალი და ცხოვრება უწევს საკუთარ მანქანაში. წიგნის დასაწყისშივე მილი მიდის გასაუბრებაზე ძალიან მდიდარ ოჯახთან, სადაც არის ცოლ-ქმარი და ერთი შვილი და ის მათთან იწყებს მუშაობას მოახლედ. ცოტა ხანში მილი აღმოაჩენს, რომ ამ სახლში ყველაფერი ისე კარგად ნამდვილად არ არის, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. მოკლედ, ჩემი პრობლემა ამ წიგნთან იყო ის, რომ დაახლოებით მესამე გვერდიდან უკვე მივხვდი, რაც მოხდებოდა და ამჯერად მართალი ვიყავი და ვერ მივიღე ის plot twist-ი, რისთვისაც თრილერებს ვკითხულობ. ინგლისურად წავიკითხე ეს წიგნი და იყო უმარტივესი, აი ძალიან მარტივიანის დაწერილი და თითო თავის წაკითხვას დაახლოებით 5 წუთი სჭირდებოდა, რაც ძალიან კარგია. მაგ კუთხით ვისიამოვნე. ეკრანიზაციაც ვნახე და ზუსტად იგივე იყო ჩემთვის, როგორც წიგნი, ვერ ვიტყვი რომ რომელიმე ჯობდა. საბოლოო ჯამში გადავიტან კატეგორიაში შეიძლება, რადგან ასე თუ ისე ცოტათი მაინც გავერთ. შემდეგი წიგნი არის ჯემალ ქარჩხაძის ანტონიო და დავითი. ეს წიგნი აქამდეც მქონდა წაკითხული, მაგრამ გადავწყვიტე რომ კიდევ ერთხელ წამეკითხა და მინდა ვთქვა რომ ზუსტად იგივენაირი სიამოვნება მივიღე როგორც პირველი წაკითხვისას. ყავს მთხრობელი იტალიელი ბართოლომეო, რომელიც ეცნობა ანტონიოს. ანტონიო არის ერეტიკოსად შერაცხული მღვდელი. მათი დიალოგი და მათი ურთიერთობა არის ძალიან საინტერესო და ვეცნობით მათ მსოფლმხედველობას და მათ ღირებულებებს. სიუჟეტი კიდევ უფრო ჩამთრევი ხდება მას შემდეგ, რაც ისინი ჩადიან პატარა სოფელში, სადაც გაიგებენ რომ არის ყაჩაღი დავითი, რომელიც შიშის ზარს სცემს ყველას. მალე ეს სამი პერსონაჟი გადაიკვეთება და აქ ხდება სრული გარდატეხა. ძალიან პატარა წიგნია რეალურად, დაახლოებით 135 გვერდია თუ სწორად მახსოვს, მაგრამ იმდენად შთამბეჭდავი და იმდენად საინტერესო ისტორია, რომ ვფიქრობ, როცა წაიკითხავთ, ეს ემოციები ძალიან დიდხანს გაგყვებათ. ძალიან საინტერესოდ არის ახსნილი თუ როგორ გავლენას ახდენს ადამიანზე შიში. პატარა ფრაზას წაკითხავთ, რომელიც ძალიან მომეწონა. კაცის სიავეს მხოლოდ იმიტომ სჩადის, რომ ეშინია. ბოროტებას ბოროტი კაციც ისევე თვლის უსამართლობად, როგორც კეთილი და არც ჩაიდენდა შიშს რომ ლაჩრად არ ექცია. რა თქმა უნდა, როცა წაიკითხავთ უშუალოდ წიგნს, შემდეგ უფრო კარგად მიხვდებით რაზეა ამ ფრაზაში საუბარი. და რა თქმა უნდა, ანტონიო და დავითი გადადის ტოპ წიგნებში. საოცარი და დაუვიწყარი წიგნია, ნამდვილად მთელი გულით გირჩევთ. მერი შელის ფრანკენშტაინი.
მოკლედ, სანამ წიგნს წავიკითხავდი, მანამდე 2025 წლის ეკრანიზაცია ვნახე და ძალიან მომეწონა და ამან მიბიძგა სწორედ რომ შემდეგ უკვე წამეკითხა წიგნი. სიუჟეტი მიუყვება მეცნიერ ფრანკენშტაინს, რომელიც ცდილობს რომ შექმნას ისეთი რამ, რაც აქამდე არავის გაუკეთებია. და ის სხვადასხვა გარდაცვლილი ადამიანის სხეულის ნაწილებისგან ქმნის არსებას, რომელსაც გააცოცხლებს. წიგნის კითხვისას ვხედავთ ფრანკენშტაინის დამოკიდებულებას ამ ქმნილებისადმი, მას აქვს სრული გაუცხოვება და ეუფლება შიში იმის მიმართ თუ რაც გააკეთა და მეორე მხარეს არის ეს არსება, რომელსაც აინტერესებს თუ რისთვის გაჩნდა საერთოდ და ვხვდებით მის როგორც ძალიან ადამიანურ, ასევე არაადამიანურ ნაწილსაც. რეალურად ეკრანიზაციისგან ძალიან ბევრი რამით განსხვავდება წიგნი. და აქვე ვიტყოდი, რომ წიგნი უფრო საინტერესო იყო ჩემთვის, ვიდრე ფილმი. რამაც მართლა აღმაფრთოვანა და გავგიჟდი რომ წავიკითხე, იყო ის, რომ მერი შელი, ავტორი, იყო 18 წლის, როცა ეს წიგნი დაწერა. მოკლედ, როგორც წავიკითხე, მერი შელი თავის მეუღლესთან ერთად იყო სტუმრად ლორდ ბაირონთან და უბრალოდ დროის გაყვანის მიზნით გადაწყვიტეს, რომ შეჯებრებოდნენ, ვინ უფრო საშიშ ისტორიას დაწერდა. და სწორედ აქედან დაიწყო მერიმ ამ წიგნის შექმნაც. ეს არის ნამდვილად ტოპ წიგნი და აქვე გაუგნებული ვარ მერი შელის წარმოსახვის უნარით და იმით თუ როგორ ღრმად განიხილა ადამიანის ბუნება. შემდეგი წიგნი არის ალექს მიქაელიდესის The Silent Patient. სიუჟეტი მიუყვება მხატვარ ალიშას, რომელიც არის ძალიან წარმატებული და ის მის მეუღლესთან ერთად ცხოვრობს ლონდონის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ უბანში. ერთ დღესაც მისი ქმარი ბრუნდება სამსახურიდან სახლში და ალიშა მას 5 ტყვიას ესვრის და კლავს. ამის შემდეგ ეს ქალი ხმას საერთოდ აღარ იღებს და აღარ ლაპარაკობს. ამ მოვლენებიდან 7 წლის შემდეგ ხვდებით ფსიქოთერაპევტს, რომელიც მიდის ალიშასთან და ცდილობს, რომ ის აალაპარაკოს. გარდა იმისა, რომ მართლა ძალიან კარგი წასაკითხი იყო და ვერ წყდებოდი და ერთი სული მქონდა, რომ ყველაფერი გამერკვია, ყველაზე მეტად რა თქმა უნდა, რასაც ველოდი და მე სიამონა იყო ის, რომ კარგად გამაცურა ავტორმა და ვერ მივხვდი სინამდვილეში რა ხდებოდა. აი ეს იყო plot twist-ი. ანუ ისეთი შოკი მქონდა, რომ ესე დავუბრუნდი წინა გვერდებს, რომ მეთქი ეს მართლა ესე მოხდა, სწორად წავიკითხე. ძალიან მოლოდნელი იყო დასასრული და კი, რა თქმა უნდა, რეკომენდაცია ამ წიგნს თუ თრილერის ჟანრში გიყვართ კითხვა, აუცილებლად წაიკითხეთ. შემდეგი წიგნი არის ჯონ სტაინბეკის თაგვებსა და ადამიანებზე. ეს იყო ჯონ სტაინბეკის პირველი წიგნი, რაც წავიკითხე და როგორც კი დავასრულე, ეგრევე დავამატე ჩემს სიაში მისი სხვა ნაწარმოებებიც. სიუჟეტი მიუყვება ორ მეგობარს, ჯორჯს და ლენის, ვართ დიდი დეპრესიის პერიოდში კალიფორნიაში და ეს ორი მეგობარი ცდილობს, რომ იპოვოს სამსახური. ლენის აქვს გონებრივი განვითარების გარკვეული პრობლემები, ვიზუალურად ის არის ძალიან ისეთი მაღალი, ძლიერი და მოკლედ ამ თავის პრობლემის გამო ხშირად მისი ქცევა და საუბარი არასწორად არის აღქმული მისი გარშემოყოფების მიერ. ჯორჯმა ეს ყველაფერი იცის და მაქსიმალურად ცდილობს, რომ ის დაიცვას და ყველანაირ შარს აარიდოს. საბოლოოდ ისინი იწყებენ მუშაობას ერთ-ერთ ფერმაში და ოცნებობენ, რომ ფული შეაგროვონ და კონდეთ საკუთარი სახლი. საოცრად წერს სტაინბეკი, საოცრად. აი ეს ადამიანური მომენტები არის საოცრად გადმოცემული ამ წიგნში. თვითონ ჯორჯის ჭიდილი აი ამ სიტუაციასთან, თავის თავთან, ლენისთან, აი ეს ყველაფერი იმდენად კარგად აქვს გადმოცემული, რომ უბრალოდ შეუძლებელია, რომ ემოციების გარეშე დაგტოვოთ. და დასასრული. დასასრულმა მართლა გული ჩამწყვიტა. ხო, ემოციების გარეშე მართლა ვერ ვიხსენებ ამ წიგნს. ესეც ძალიან პატარა, ერთი შეხედვით, მაგრამ საოცარი წიგნი იყო. და ეს წიგნი გადავა ტოპ კატეგორიაში, მართლა საოცარი წიგნი იყო და გულწრფელად გირჩევთ. შემდეგი წიგნი არის ფიოდორ დოსტოევსკის თეთრი ღამეები. ამ წიგნში ხვდებით ახალგაზრდა გაუბედავ კაცს, რომელიც ძალიან უცნაურ გარემოებაში გაიცნობს ქალბატონს, რომელიც შეუყვარდება. რა თქმა უნდა, ამ ქალსაც აქვს თავისი ისტორია, რომელსაც დეტალურად ვეცნობით კითხვისას და ერთი შეხედვით თითქოს ეს ორი ადამიანი ერთმანეთს უკავშირდება. მთავარი კითხვა არის ის, საკმარისია თუ არა ეს ორი ადამიანი ერთმანეთისთვის. ძალიან კარგად არის ამ წიგნში აღწერილი მარტოსულობა და ის სურვილი თუ როგორ გვინდა რომ ვიღაც გვიყვარდეს, ვიღაცას უყვარდეთ და გვერდით გვყავდეს ჩვენთვის საჭირო ადამიანი. ძალიან პატარა წიგნია მოცულობით, თუმცა ძალიან საინტერესო და დამაფიქრებელი. ეს წიგნი გადავა კატეგორიაში კი, თუ ეძებთ აი ერთ დღეში წასაკითხ წიგნს, შეგიძლიათ რომ ეს წაიკითხოთ.
შემდეგი წიგნი არის ავთანდილ ვაშაძის დიდების ზღაპარი. წარმოიდგინეთ, რომ ერთ დღეს იღვიძებთ და აღმოაჩენთ, რომ ქალაქში დარჩენილები არიან მხოლოდ მოხუცები და ბავშვები და ახალგაზრდები უბრალოდ გაქრნენ. სიუჟეტი მიუყვება მოხუც მეზოვეს, რომელიც გადაწყვეტს, რომ გაიგოს, საწავიდნენ ეს ახალგაზრდები და უკან დააბრუნოს ისინი. მოხუცი მიდის სხვადასხვა ქალაქებში და თითოეულ ქალაქს აქვს თავისი გარკვეული წყობა და წესი. არ მინდა რომ დაგასპოილეროთ, იმიტომ რომ თითოეული თავის წაკითხვა იყო ძალიან სასიამოვნო, ზუსტად აი ამ ინტერესით, რომ ნეტავ ახლა როგორი ქალაქი დახვდება ჩვენს მეზოვეს. ძალიან კარგი წასაკითხი იყო და იდეურად ძალიან საინტერესო. ვფიქრობ ძალიან კარგად წარმოაჩენს იმ პრობლემებს და იმ მწარე რეალობას, რომელიც სამწუხაროდ დღეს გვაქვს. ასე რომ, რა თქმა უნდა, კი კატეგორიაში გადავა ეს წიგნი და გირჩევთ, რომ აუცილებლად წაიკითხოთ. და ბოლო წიგნი, მეგობრებო, ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის პატარა პრინცი. ბავშვობაში არ მქონდა წაკითხული ეს წიგნი, სპექტაკლი მაქვს ნანახი და აქედან მახსოვდა დაახლოებით სიუჟეტი. აქ უკვე გადავდივართ საჰარას უდაბნოში, სადაც პილოტი ეშვება იძულებით და ამ უდაბნოში ხვდება ოქროსთმიან ბიჭუნას. პრინცს, რომელიც არის სრულიად სხვა პლანეტიდან, ეს ბიჭუნა პილოტს უზიარებს თავის თავგადასავალს და უყვება იმ პლანეტების შესახებ, რომელიც მოინახულა. ეს წიგნი მოიცავს ძალიან ბევრ საინტერესო თემას, რომელსაც დარწმუნებული ვარ, რომ ბავშვობაში ვერ ჩავწვდებოდი. ეს წიგნი არის სიყვარულზე, მეგობრობაზე და პასუხისმგებლობაზე. ძალიან საყვარელი წიგნია, ძალიან ვისიამოვნე და კი, რა თქმა უნდა, ვუწევ ამ წიგნსაც რეკომენდაციას. ესეც ასე, მეგობრებო, შევაჯამეთ ჩემი 2025 წელი. ძალიან ნაყოფიერი წელი გამოდგა საბოლოოდ და მიხარია, რომ ამდენ საინტერესო ავტორს გავეცანი. რა თქმა უნდა, გთხოვთ, რომ კომენტარში გამიზიაროთ, თუ გაქვთ წაკითხული რომელიმე წიგნი ჩემი სიიდან და რა თქმა უნდა, დიდი სიამოვნებით მივიღებ თქვენს რეკომენდაციას, თუ რა წავიკითხო 2026 წელს. ასევე თუ წიგნები გიყვართ, არ დაგავიწყდეთ ჩემი არხის გამოწერა. მადლობა და დროებით!